მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-სა და 5-ზე. ჩვენ რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან მაუწყებლობთ, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება გია აბაშიძე, ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი. მასთან ერთად ვილაპარაკებთ მიმდინარე პროცესზე, რომელიც ძალიან დრამატულად ვითარდება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ პროცესს სერიოზული ფარსის სუნი ასდის, მიუხედავად იმისა, რომ აბსურდი ჟანრი უკვე რაღაც პარანოიდალურ მწვერვალებს შეწუდა, ამის მიუხედავად ეს არის ის რეალობა, რაც არის და ეს პროცესი განსაზღვრავს ჩვენს რეალობას. ჩვენ ხშირად ვიძახით, რომ საჭიროა, რომ კონდეს ფხიზელი თვალი გონება და აღვიქვათ ის რეალობა, როგორადაც ის ხდება და ეს არის სწორედ ის, რაც ხდება. ჩვენ ნახეთ რომ აღინიშნა 28 ნოემბერი, რომელიც არის ათვლის წერტილი საქართველოში პროტესტისთვის, ეს უკვე პირველი ნაბიჯია იმისათვის, როგორ ხდება ისტორიის გაყალბება, იმიტომ რომ პირველი დღე პროტესტის იყო არა 28 ნოემბერი, არა 28 ოქტომბერი, ასე დაიწყო გაყალბებულ არჩევნებზე ბრალდების აგება და შემდეგ უკვე მთელი ის პროტესტი და ცდილობა იმისი, რომ შემდეგ ეს რაღაცნაირად აეგორებინათ. ბრიტანულმა BBC-მ, რომელიც ყველაზე აქტიურ მხარეს წარმოადგენს უკრაინულ კონფლიქტში, მიმდინარე ვითარებაში, დიდი ხნის განმავლობაში ამზადა დაახლოებით 1 საათიანი ჟურნალისტური გამოძიება, თუ შეიძლება ესე ითქვას და ყველაზე ოდიოზურ მიგნებამდე მივიდა, რომ საქართველოში თურმე იყენებენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ტექნოლოგიას, აი მეორეც არა, აი 9 აპრილიც არა, არამედ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ტექნოლოგიას, როდესაც ახალი აღმოჩენებით მოხდა მასობრივი განადგურება მოწინააღმდეგეებს შორის, გამოიგონეს იპრიტი, სარინი, რაღაც საშინელი გაზები და თურმე ამას რაღაც მსგავს ვიყენებთ და აი ესე უსწორდებით თურმე ამ მოსახლეობას. ეს ბრალდება არის საოცარი საშუალებით აგებული და შეთხზული. ამას წინ უძღოდა ბატონი ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენა, რომელმაც კინაღამ იმსხვერპლა რამდენიმე თანამშრომელი, გაანადგურა არა მარტო უბრალოდ რაღაც შენობა ან აღჭურვილობა, არამედ მთელი სისტემა, იმიტომ რომ ის ცდილობდა დაეზიანებინა და მწყობრიდან გამოეყვანა მთელი სისტემა, ამიტომაც სწორედ იმ კომპიუტერულ სისტემებს და მიასხა ნავთი, ისევე როგორც ხალხის სახელმწიფოსაც ასხავს ამ ნავთს და თამაშობს ამ ასანთით. ამას მოყვა სწორედ დღეს უკვე მოგვიძღვნეს აი ჩვენ ეს მნიშვნელოვანი სტატია. ჩვენ გუშინ მოვისმენთ უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ აი ჩვენ თვალწინ უყურებთ ადამიანებს, რომელსაც უბრალოდ რო ადებინებ ხელს რაღაცა საგანს და იძახის, რომ არა ეს არ არის. ეს დაახლოებით გავს რენე მაგრეტის ცნობილ ნახატს, სადაც ჩიბუხია დახატული და აწერია, რომ ეს ჩიბუხი არ არის. აი ამგვარი სიურეალიზმი ჩვენ თუ ადრე იყო რაღაცა ხელოვნების ინსპირაციის საგანი და ხდებოდა ამითი გარკვეული პროცესიდან მიგნების სასახვა, დღეს სრული სერიოზულობით ადამიანები თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან მსგავსი პერფორმანსების ჩატარებას და რაც ყველა სასიკადულო ეს არ არის მხოლოდ თეატრის სცენა. ბევრი ანალოგი გაჩნდა ამ დღეებში ამ რაღაც ხელოვნების ნაწარმოებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პირდაპირ ხდება, ესე ვთქვათ რა, ეს პირდაპირ ხდება სცენია გადატანილი უკვე რეალური ადამიანების ცხოვრებაში, მათ რწმენაში და ქუჩაში, ხო? მე მინდა შესავალად გავიხსენო, რომ დონალდ ტრამპმა უჩივლა BBC-ს და სხვათა შორის ტელეგრაფს აქვს უმზადებული ძალიან მოკლე ვიდეო, სადაც ზუსტად არის ახსნელი არსი, რატომ უჩივლა და თქვათ რა გააკრიტიკა, სად იყო სიყალბე. BBC-ს შიდა კონტროლმა აუდიტმა დაწერა ერთგვარი რეპორტი, სადაც თქვა, რომ აი სად იყო პრობლემა, ანუ მათვე აღიარეს, მათ გამოაქვეყნეს უბრალოდ რაღაც სიუჟეტი, სადაც დინამიკაში ისეა მოთხრობილი ამბავი, რომ დონალდ ტრამპის სიტყვები, რომელიც რაღაც დიდი პაუზით თქვა მის ცნობილ გამოსვლაში, ისე არის დამონტაჟებული და მოკლედ მიწებებული დრამატურგიულად, რომ ერთიანი აზრი გამოდის და საბოლოო ჯამში იხატება სურათი, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა წააქეზა 6 იანვრის მოვლენები და ეს შეტევა კაპიტოლიუმზე და შემდეგ რა თქმა უნდა მოხმობილია სინამდვილეში როგორ იყო აღწერილი და რომ ეს ამგვარად არ ჩანს და მე დღეს უყურე იმ თლიან სიუჟეტს, დიდ ნაწილს, 1 საათიან სიუჟეტს, რაც ასეთ პირველ მსოფლიო ომში რომ დაგვდეს ბრალი და დასაწყისშივე ჩანს რომ ზუსტად იგივე ტექნოლოგიაა გამოყენებული.
პირდაპირ არის დახატული, რომ მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც აი პირველი დღე იყო 28 ნოემბერი და როგორ მოვიდა ხელისუფლება და ამ რაღაც მომწამლელი წყლით დაარბია და დაშალა, საერთოდ არის გამქრალი და ნიველირებული ან გააკვრით ისე რომ ვერც მიხვდები ნახსენები, რომ როგორ გადაიზარდა ეს ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივ პროტესტში, როგორ დაიწყო შტურმი, როგორ დაიწყო პარლამენტში შეტანა და მათ შორის რა თქმა უნდა ცეცხლის გამოყენებით, ხო? სროლებით, მაშხალებით, დაწვისწოლობით და ასე შემდეგ. რის წინააღმდეგაც იყო მიმართული ეს წყლის ჭავლი. ეს გამქრალი ამ ნარატივიდან ზუსტად ისევე როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში და იმედი მაქვს რომ თუ კი მმართველი პარტია და მისი მესვეურები გადაწყვეტენ რომ იგივენაირად საჩივარი შეიტანონ BBC-ს წინააღმდეგ აი ამ მონაკვეთს სერიოზულ ყურადღებას დაუთმობენ. აი ყველა ეს თემა რაც მოვახსენე, ხო, წარმოადგენს იმ და მე კიდე რაღაცას დიდხანს ვილაპარაკოთ, ეს არის უკრაინის გარშემო და უკრაინაში მიმდინარე პროცესი, მე ხშირად ვიძახი რომ თავარი ქვაკუთხედი, რაც დღეს განაპირობებს სოფლიოში პროცესებს არის სწორედ ეს კონფლიქტი, გადავალთ ამაზე, მაგრამ რომ დავიწყოთ პირველ რიგში შენ როგორ უყურებ აი ამ პარანოიდალურ მცდელობებს და აი ამ ბრალდებებს, რომელიც პირდაპირ არის ესე არქიტექტურულად გამზადებულად შეფუთული და წამოსული დასავლეთიდან, რა ბრალდება რეალურად დღეს ხელისუფლებასთან. მივესალმები რადიო სივრცის აუდიტორიას. ნამდვილად აღარ არის გასაკვირი უკვე ამ პოსტ სიმართლის ეპოქაში რა სიყალბეებს, ტყუილებს, манипуляციებს ატირაჟირებენ, მათ შორის თავის დროზე მედიის ის ასე ვთქვათ ეტალონი საშუალებები, რომლებიც სწორება იყო, რომ ობიექტურია, პროფესიონალია, ფაქტები არაფერი არ გამოეპარება და ეს ბოლო ერთ-ერთი შემთხვევა არის BBC და ყველამ კარგად ვიცით რა უძღოდა მას წინ, რომ როდესაც გაუყალბეს პრეზიდენტ ტრამპს მისი გამოსვლა, ეს გამოავლინა თვითონ ბრიტანულმა მედია საშუალება ტელეგრაფმა და ამის შედეგად გადადგა BBC-ს გენერალური დირექტორი და საინფორმაციო უფროსი. ტრამპმა ესეც არიკმარა და თქვა, რომ 5 მილიარდიანი სარჩელი ელოდება BBC-ს. შემდეგ უკვე ესე თქვა პანდორას ყუთი გაიხსნა თავად BBC-ში, თავად ბრიტანულ საზოგადოებაში, სადაც დაიწყეს იმის ღიად კიდევ უფრო ხაზგასმით საუბარი, რომ საქმე მარტო ტრამპის გამოსვლის გაყალბებაში არ არის, ეს არის უკვე სადღაც 10 უფრო მეტი წლის წინ, 15 წლის წინ, როდესაც BBC-მ უარი თქვა მიუკერძოებელ რეპორტაჟებზე და ანალიტიკაზე და ეს ყველაფერი დაიწყო ეგრეთ წოდებული მწვანე პოლიტიკის შეუვალობის დემონსტრირებით, რომ ამის კრიტიკა არ შეიძლება, შემდეგ ამას უკვე მოყვა ის, რომ ტრანსგენდერიზმის პოლიტიკაზე არ შეიძლება კრიტიკა და შემდეგ უკვე ეტაპობრივად მოყვა, რომ ასე ვთქვათ რეალური კონსერვატიული ძალები, თქვათ იქ ფარაჟის ფრთა იქნება თუ სხვები ექსტრემისტები არიან, არ უნდა დაშვებული იყვნენ ეთერში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სანამ ტრამპის სკანდალი მოხდებოდა ძალიან რაღაც 1-2 დღით ადრე იყო საკმაოდ სამაგალითო სკანდალი თუ რას მოაქვს აი ამ ტრანსგენდერიზმის მახინჯ პოლიტიკას. ტელეწამყვანმა, რომელიც კითხულობდა ახალ ამბებს სუფლიორზე, წაიკითხა, რომ ორსული ადამიანებიო და გადააკეთა ამ ქალბატონმა და ორსული ქალებიო. იმის გამო, რომ ტელეწამყვანმა BBC-ს თქვა, რომ ორსული ქალებიო, მას ბრალი დასდეს ტრანსფობიაში, თურმე ორსული მამაკაცებიც არსებობენ, საყვედური და რაღაც შიდა სამსახურებრივი სანქციები დააკისრეს. ეს გააქრა, ეს სკანდალი იქიდან გამომდინარე უკვე ტრამპი გამოჩნდა და შემდეგ უკვე BBC-ს ყოფილი პროდიუსერები, ჟურნალისტები დაიწყეს ღიად საუბარი, რომ ამის თავი და თავი ის არის, რაც ჩამოთვალე მიზეზები, ეგრეთ წოდებული მწვანე პოლიტიკა, ტრანსგენდერიზმი, ვოუქიზმი და შემდეგ უკვე ის არის, რომ უნდა გაჩუმდნენ ულტრამემარჯვენე ეგრეთ წოდებული ექსტრემისტული ძალები და ამაში ასე ვთქვათ დიდი წვლილი მიუძღვის იმ ახალ თაობას მედია პერსონების, რომლებიც BBC-ში არიან ბოლო წლების განმავლობაში დასაქმებული, რომლებიც მოდიან
იმ ბრიტანული სასწავლებლებიდან, მათ შორის პრესტიჟულიდან, სადაც არის ულტრამემარცხენეობა დოგმატიკურად, ასე ვთქვათ, დანერგილი. სწავლება კი არა და ცოდნა, არამედ ულტრამემარცხენე თუ ხარ, ესე იგი ეგრეთ წოდებული smart guy, კაი ტიპი ხარ, ეგრეთ წოდებული პრადვინუტი ხარ ჩვენ ჟანრონზე და ასე შემდეგ. და ამას უკვე ებრძვიან არა მხოლოდ BBC-ს თანამშრომლები ყოფილები, მაყურებელიც ებრძვის, იმიტომ რომ გაჩნდა ისეთი შოუები, მათ შორის როგორც აი თქვათ Netflix-ზე არის ამერიკაში, რომლებიც აი ამ ღიად პროპაგანდირებს მათ შორის ბავშვებში აი ამ ტრანსგენდერულ პოლიტიკას, გაუგებარი სქესის რაღაც პერსონაჟები, მულტიპლიკაციურ ფილმებში თუ რაღაც ახალგაზრდულ შოუებში და ასე შემდეგ. და რა დადგა ახლა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც წესი ფინანსდება სახელმწიფოდან და ეს არის ეგრეთ წოდებული ტელელიცენზია, ანუ ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც აქვს ფერადი ტელევიზორი, 10 წლეულები უკვე ადრე შავთეთრი იყო, ფერადი ტელევიზორი, რომელსაც აქვს წელიწადში იხდის თუ არ ვცდები 175 გირვანქა სტერლინგს. ნუ საკმაოდ დიდი თანხაა ჩვენი გაგებით, სადღაც 500 ლარია თუ არა მეტი. და ეს არის აი ის გადასახადი, რითაც ფინანსდება ბრიტანული საზმაო. სწორედაც რომ მათ შორის მართლმა ლეიბორისტულმა პარტიამ დაიწყო რომ მოდით გადავხედოთ აი ამ დაფინანსებას ღირს კი ჩვენი ფულის ფლანგვა იმ მახინჯი პოლიტიკის პრომოუშენში, რომელიც ახლა ბოლო წლებია BBC-ში ხდება. ანუ ასე ვთქვათ ეს მიზეზი ამის თავარი იყო ტრამპი და ის გადადგომები და შემდეგ დაიწყეს ამაზე ძირფესვიანი საუბრები, დისკუსია უმწვავესი. რა თქმა უნდა, ახლა ოპოზიცია იქ ნაიჯელ ფარაჟის რეფორმისტები, თუნდაც ურეიტინგო კონსერვატორები ან ლიბერალ დემოკრატებმა აიტაცეს ეს თემა, რომ უნდა გადავხედოთ ამ თემას და საქმე იმაშია, რომ ეს ეგრეთ წოდებული Gen Z თაობა, მილენიალები მათ შორის აი ამ ინტერნეტიზაციის პირობებში და არა BBC-ს გამო აღარ იხდია აი ამ საფარსოს. საგრძნობლად დაცემულია ბოლო მონაცემები თუ არ ვცდები, სადღაც 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დააკლდა BBC-ს ბიუჯეტს, იმიტომ რომ არ იხდიან. უბრალოდ ამბობს ადამიანი არ მაქვს ტელევიზორი, ან თუ აქვს არ უყურებ, ეხლა ამის გადამოწმება ეხლა სახლიდან სახლამდე ურთულესია, ვინ განახორციელებს და არ იხდიან ამ გადასახადებს და არ მჭირდება, იმიტომ რომ ციფრული სამყაროს პირობებში, როდესაც ტელეფონიდან იგებ ყველაფერს, რასაკვირველია ახლა BBC-ს რეპორტაჟი იქნება თუ Sky News-ი არ გაინტერესებს, მილიონ სხვა წყაროს ნახა, მაგრამ თავი და თავი რაც არის ამის, ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ჯაჭვია იმ საქართველოზე იმ არნახული შეტევისა, რაც მომდინარეობს Deep State-ის ევროკრატიული ფილიალიდან. ეხლა ტრამპის შემდეგ, როდესაც ჩაუწყდათ ეს საფინანსო წყაროები USAID-ის, NEDS და სხვებს, ეხლა ეს დატვირთვის სიმძიმე გადმოვიდა ევროპაზე და თვითონაც აღარ მალავენ, ხო? იმ მარტაკოსმა თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააფინანსოთ ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო ორგანიზაციები. სანამ ეთერში შემოვიდოდით, ვნახეთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია უკვე პოლიტიკური ნება ქართული ოცნებიდან, რომ უჩივლონ BBC-ს და ეს არის ძალიან სამართლიანი და ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არ შეიძლება სახელმწიფოს შეურაცხყოფა ეს პირველ რიგში და რასაკვირველია ქართული პოლიციის ღირსებისა და მუნდირის, რას ქვია რა პირველი ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერებები, სად არის დაზიანებული და კარგად აღნიშნე, წყაროები ვინ არიან ამ რეპორტაჟის, ამ სამარცხვინო რაღაცა ასკვილის. ვიღაცა პედიატრი, ნაცაქტივისტი ჩახუნაშვილი, ვიღაცა გირჩელი ხასაია და ანონიმური ასე ვთქვათ წყაროები ყოფილი პოლიციელები, ანუ ვანოს პოლიციელები. ზოგი არ იყო ანონიმური, ზოგი ჩანდა. ხო, ჩაფრები წინა რეჟიმის. და ეხლა როგორ არის ეს მანიპულაცია არის იდეალური. ესენი იტყვიან, რომ მომწამლავი გაზი იყო ესა და ეს, ხო, ეს ხსენებული რესპონდენტები. შემდეგ გამოაქვთ სააშკაროაზე რაც იყო დასახელება ამ გაზის და მიაქვთ ექსპერტებთან. ნებისმიერი ექსპერტი, ახლა ბრიტანელი, ფრანგი, ამერიკელი რო ეტყვიან, რომ ესა და ამ სახეობის გაზი რას იწვევს და
ჩამოთვლის კატასტროფას, ხო? რაღაცა ტება, ფილტვი ეთიშება, ბრმავდება და ამ შემდეგ. ოღონდ იმ ეგრეთ წოდებული გაზის გამოყენების შემდეგ დრო გავიდა, ხო? წელიწადი გავიდა. სად არის ერთი დაზიანებული მაინც? რომ დაზიანდა დაზარავდა. ეხა გამოჩნდა ათობით ადამიანი, ღმერთო როგორ ვიწოდით, რა დღეში ვიყავით. მე გამიშეკეთე ქვია, თიერგას ქვია, ფეფერგას ქვია, ხო ამას. მე სულ გეთანხმები და ბოლო პერიოდი აჩვენებს როგორ ხდება იმ ტრადიციული მედიის, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში ავტორიტეტი დააგროვეს, იმიტომ რომ არსებობს მთელი რიგი მედია სტანდარტი, რომელსაც ისინი არა მარტო იცავდნენ, არამედ იქცნენ ერთგვარ ეტალონებადაც კი, თუ უკვე, ანუ პირდაპირ მისაბაძ მაგალითებად როგორი უნდა იყოს მედია, კრიტიკული, როგორ უნდა დაამოწმოს, შეაჯეროს და ასე შემდეგ, ხო, ინფორმაცია. ამის ნაცვლად ჩვენ ხედავთ აი მთლიან შეცვლილ პოლიტიკას და ამ ავტორიტეტის გამოყენებას მოვდნენ მიზნებთან, რომ როიტერისი, სხვა საშუალებები იყენებენ უკვე მათ პლატფორმებს პირდაპირ არიან ჩართული ამ კოგნიტიურ ომში, რომელიც არის პირდაპირ გაგრძელებაც აღარ, უკვე ძირითადი საომარი ველი იმ სამხედრო დაპირისპირების, რასაც დღეს ევროპაში ვხედავთ. ამ შემთხვევაში საქმე იმაშია, რომ ჩვენ რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ აი რომ გადაუulis ხოლმე სოციალურ ქსელს ერთგვარი ესეთი ქარიშხალი. აი ამ აღშფოთებული ტალღების, აი BBC-მ თქვა, ეს მახსენდება, რომ აი უკრაინამ გწნო ესეთი სულ არსებობდა შეძახილი. ასევე რომ BBC-მ თქვა და მორჩა უკვე იქ რა თქვა, ვინ თქვა, როგორ გამოიყენა, ამაში უკვე აღარ შევდივართ, манипуляция და მე როცა ამას ვეუბნებით, თქვენ გაქვთ ეს ქედის მოდრეკის ფეტიში დასავლეთის წინაშე ეს და ამ შემთხვევაში თავარია რა ლოგო არტყია რაღაცა პროდუქციას. შიგნით აღარ ვიყურებით ეს რა ხდება. ეგ ერთი საკითხი. მეორე რა თქმა უნდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის წყარო და ასე შემდეგ. მესამე სრული მიკერძოება. მაგალითად ჩვენ ვნახეთ და ამას ვერსად ვერ წაშლიან დღევანდელ ციფრულ სამყაროში იმ შეტევის მასშტაბს, რომელიც იყო აი ამ მაშხალებით განხორციელებული და ასაფეთქებლებით განხორციელებული შენობის წინააღმდეგ. და უბრალოდ შეუძლიათ ნებისმიერ YouTube-შიც კი მოიძიონ შეფასებები იმის გამონაბოლქვი, რაზე გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და საერთოდ მთელი კამპანია არის იმის ასაკრძალად, ამ ფეიერვერკების ასაკრძალად. ეს ფაქტორი საერთოდ არ არის შეფასებული ის ხალხი, რომ ამას რო ისროდა თვითონ რომ სუნთქავდა, მე ამარა დააზიანა. მხოლოდ ამ წყალზეა. თუ ეს ჟურნალისტური გამოძიებაა, ყველაფერი უნდა შეაფასო და გაანალიზო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მუსიკით, მონტაჟით, აქცენტებით, დრამატურგიით გაჯერებული ერთსაათიანი პირდაპირ მასალა, რომელმაც უნდა გააკეთოს სრულიად ნეგატიურ ეს ავტორიტარულ ჩარჩოში საქართველოს პოზიციონირება, რა თქმა უნდა, ეს ბრიტანული გადმოსახედიდან და ეს მასალა წარმოადგენს მათ ესეთ რუსოფობიურ არქიტექტურაში მორი გაგურს, თორემ მისი კუთხედები კიდე სხვა ადგილებში დევს. ჩვენ ხშირად წერთ, ხშირად ლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ გადაუბრუნდეთ თავარ საკითხს, რაც სოფლიოში იწვევს ამას და განხეთქილებას, ეს არის ცხადია უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელთაც რუსეთმა არა მხოლოდ დაიპყრო უკრაინის ტერიტორია და ეხა ითხოვს მის აღიარებას და მის გამარჯვებულად გამოცხადებას პრაქტიკულად ამით. არამედ მათ პრაქტიკულად ძალიან შეცვალა და აურია მსოფლიო წესრიგი, რომელიც მიაჩნდა, რომ იყო უსამართლო და ბოლო პერიოდში რაღაც მახინჯად აგებული. თავარი ქვეყანა, რომელსაც ეს არის მიუღებელი, რომლის რაღაც გავლენებსაც საფრთხე ექმნება, ეს არის დიდი ბრიტანეთი, რომელიც გავიდა ევროკავშირიდან, მისი ელჩი ჩვენ მოგვიწოდებს აქ გარკვეული ევროპული ინტეგრაციის თუ რაღაც სტანდარტების დაცვისკენ, მაგრამ ეს წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც აქედან გავიდა, მას ბოლო პერიოდში ფეხი აუობა შვეიცარიის საელჩომ, საერთოდ ნეიტრალურმა ქვეყანამ და ევროკავშირში არც ყოფილა და არც აპირებს სადმე შესვლას და ჩვენ ვისმენთ აი ამ მოწოდებებს მათგან, იმიტომ რომ მათთვის მიუღებელი არის ის ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც უზრუნველს ვაყავთ უკვე ამერიკა მუშაობს რუსეთთან ერთად. ანუ ჩარჩო უკვე განსაზღვრული ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ თავარზე, რომ საჭიროა მიიღწეს მშვიდობა. ანუ ომი უნდა შეწყდეს. და ომი უნდა შეწყდეს ეს არის მთავარი. და მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რა იქნება ომში მიღწეული შედეგის ისეთი ასახვა, რომელიც მეტნაკლებად მოერგება რეალობას და რაღაცნაირად ყველა მხარე გადარჩება. გადარჩება უკრაინაც, გადარჩება ამერიკაც, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ბრძოლის ველზე არსებობს. როდესაც ლაპარაკია მედიის გამოყენებაზე, ჩვენ ვნახეთ, როდესაც მოლაპარაკეები
ინტენსიური ხდება ხოლმე, აი ეს მედია საშუალებები რომ გამოაგდებენ ხოლმე რაღაცა ექსკლუზიურ ინფორმაციას. გეგონება რაღაც მითი საოცარი მანქანებით მოიპოვა. ანუ ეს შეუძლებელია, როცა 6 კაცი ზის მაგიდასთან და იქიდან რაღაცას ყვები, რომელიღაცამ გითხრა და თუ კი რომელიღაცამ გითხრა, ესე იგი ის შენ გიყენებს როგორც პლატფორმას. აი Bloomberg-მა გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი. და Bloomberg-მა ჩაიწერა, ანუ ვიღაცამ მოიპარა Watergate-ის სასტუმროდან თუ რა ქნა და მე შენ მოგიტანა. გასაგებია რომ ვიღაცამ სწორედ იმიტომ მოგიტანა რომ გაავრცელო და სადღა არის ეს პირუთვნელი მედია, რომელიც პრაქტიკულად გამოყენებულია ამ შემთხვევაში იმ კონკრეტულ დაპირისპირებაში, რომელიც კონკრეტული შედეგი უნდა უზრუნველყოს. ჩაშალოს მოლაპარაკები ან მას მიაღწიოს. სწორედ ამ ცდილობებს უპირისპირდება ბოლოს ის რომ იცი რა არის ეს რეალობა მაინც იმარჯვებს აღქმებზე, ფაქტები ამას ყოველთვის ერევა და ბრძოლის ველზე დამდგარი შედეგი გინდა არ გინდა უნდა აისახოს აი ამ ფურცელში. ჩვენ ვნახეთ მოხსნილი ერმაკი. ჩვენ ვნახეთ ვითომ დამოუკიდებელი ინსტიტუცია როგორ არის შანტაჟის იარაღად გამოყენებული ნაბუდა კიდე რაღაც მეორე რო აქვს იმისათვის რომ სწორედ ზელენსკი ეიძულებინა დამჯდარიყვნენ ის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდასთან და საბოლოო ჯამში ჩაშლისკენ კი არ ემუშავათ ჩასლისთვინ, ამეთ პირიქით იყვნენ კოოპერაციულები. მე რაღაცნაირად მგონია რომ ისეთი დიდი და ქვეყანა და ისეთი რაღაც თავმოყარების ფონი რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებია, უბრალოდ მას არ აქვს ამ ვითარებაში იმის ფუფუნება რომ მან კიდევ ერთ ჯერზე დაუშვას და აი ესე უბრალოდ ჩაფლავდეს ამ ამბავში. ანუ მესამე წამოიწყო უკვე ეს ამ რაღაც მოლაპარაკების პროცესი, უკვე ბევრად უფრო გამძაფრებულად, უკვე ვიღაცის ხედავთ აწითლებული ყურებით მოყვანილს ამაგიდასთან და ეხლა ადგეს და ისევ ჩავარდეს და ვიღაცამ ჩაშალოს, ეს გინდა პუტინს დაბრალდეს, გინდა იმას დაბრალდეს ბორის ჯონსონს, გინდა ზელენსკის, მნიშვნელობა არ აქვს. ანუ მე მგონია რომ ამერიკას არ აქვს ამის ფუფუნება რომ ამაში კიდევ ერთხელ შევიდა ეს რაუნდებს მართავს მოლაპარაკებს და აქედან შედეგის გარეშე გამოვიდეს რა. ეს ახლა გინდა ტრამპის ექსცენტრიზმს დააბრალონ, რასაც გინდა დააბრალონ, გინდა მის აგენტობას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ უფრო მეტად მგონია რომ რაღაცას აქედან გამოდნება, აი სწორედ ამ არგუმენტის გამო, ვიდრე ის რომ მისი პირობები ვიღაცებს არ აწყობთ, რა თქმა უნდა, ყველა ვიცით რომ არ აწყობთ, როგორ შეიძლება აწყობდეთ. ხალხი ბრძოლის ველზე აგებს, მაგრამ იძახის რომ არა, უკრაინამ უნდა იომოს. და იმასაც არ მალავენ რომ უკრაინა იგებს დროს ევროპისთვის. და რომ ევროპის სტრატეგია არის ბრიუსელის უпроსწორედ რაც შეიძლება გაგრძელებული პროცესი, რომ ამ ხნის განმავლობაში არიან ისინი დაცულები და საერთოდ არც ჩქმალავენ იმას, რომ ხო, რა თქმა უნდა, ჯობია უკრაინა დაიხარჯოს, მისი მიწა, მისი ტერიტორია, მისი სიცოცხლე და მისი ინფრასტრუქტურა, ხო? ერთადერთი ვისაც კალენდარი აწუხებს და მოსასწრები აქვს რაღაცები არის ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთიც ეს წყნარად უყურებს, ამიტომ ურჩევნია მას, რომ პროცესი, რომელიც 4 ჯერზე ვერ დამთავრდა, 4 წელია ვერ დამთავრდა, სადღაც დამთავრდეს. როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ შენ გიწევს სანქციის 19 პაკეტად და გამოცემა, ესე იგი არ მუშაობს ეს და დროა რომ რაღაცა შეწყვიტე და სხვაგან გადახვიდე, ხო? ეს არის მთავარი რეზონანსის წყარო, რომელიც პრაქტიკულად ხდის უნაროს ამ ევროპულ პოლიტიკას, რომელიც აქ აგულიანებს იმ აკაცუკებს, რომელიც ყველაზე ექსტრემალურ გამოხატულებად ჩვენ ვნახეთ ალეკო ელისაშვილის გატერორისტებული ალეკო, ესე იგი, იმიდან უსტაბაშობიდან ტერორისტად ქცეული ალეკო ელისაშვილი, აი ეს ჩაიდინა პირდაპირ იმ ევროკრატიამ, შეიძლება ესე ითქვას. ანუ კაცი, რომელიც თბილისის ამქარში უსტაბაშად ჩადადიოდა იმ რაღაცა ახალუხით, აქციეს ტერორისტად. აი ეს ტრანსფორმაცია არის მთლიანად შეიძლება ესე ითქვას იმ კაია კალასის კისერზე. ხო, მათი განცხადების მათი ევროპარლამენტის არა, ეს ალბათ ევროპაში. ეს არის მთლიანი ბრიუსელი, ეს არიან ის დიპლომატიური წარმომადგენლები, რომლებიც აქ სწორედ ამ ცეცხლზე ნავთს ასხამენ და იძახიან, რომ კი, რა თქმა უნდა, აი თქვენ უნდა გამოხატოთ ეს პოზიცია და ჩვენ თქვენკენ ვართ. მათ ეს ახალისებენ და ეხლა ქართულს როდესაც აახალისებ, მიიღებ შემდეგ აი ამ საოცრებას, ხო? აქედან გამომდინარე შენ როგორ უყურებ უკრაინის რაპირი უჩანს უკრაინის ამბავს და არის თუ არა საშანსი იმისი რომ ომი გაჩერდეს, ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც მშვიდობამ დაისადგუროს და ჩვენ გაფრთხილდება თუ არა აქედან გამომდინარე ახალი მსოფლიო წესრიგი. კიდევ ერთ დავამატებ, რომ ამ საქართველოზე შეტევის იმ ერთ-ერთ ჯაჭვში BBC-სთან ერთად ერთი დღით ადრე ჩვენ ნახეთ, რომ
უკრაინის დაზვერვამ ვითომ აღმოაჩინა საქართველოში ეგრეთ წოდებული რუსულ-ქართული სპეცსამსახურების საკომუნიკაციო ჰაბი უკრაინის წინააღმდეგ და ამაზეც სამართლიანად ხისტი რეაქცია ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას. იგივე ტყუილი, რომ როგორმე გააშავონ საქართველოს, რომ რუსეთუმია და ამ შემდეგ და მიხედონ რა საკუთარ თავს და მართლა ძალიან ტრაგიკული ვიზუალი იყო. ნუ ეხლა წარმოგვიდგენია იმ 4 თუ 5 საათიანი მოლაპარაკებებისას მაიამიში რა ხდებოდა, მაგრამ ვიზუალზე დასაწყისში თუ შუაში შეხვედრის, როდესაც ზის რუბიო, აქეთ ვიტკოფი, იქით ტრამპის სიძე კუშნერი, უკრაინის წარმომადგენლები, როგორი სახეებით, როგორი ესეთი ჩაკეტილი სხეულის ენით, რომ წარმოგვიდგენია რაზე იყო იქ ლაპარაკი. შემდეგ უკვე დეტალები რაც დღეს ირკვევა, ეს იყო რომ ძირითადი საუბარი იყო ტერიტორიების, ასე თქვათ, პოსტ კონფლიქტურ განაწილებაზე. ეს უმტკივნეულესი თემა არის, როდესაც ეს მოლაპარაკება დაიწყო, შემდეგ 1 საათის შემდეგ ვიტკოფი და უმეროვი, რომელიც არის უშიშროების საბჭოს დივანი და ჩაანაცვლა ერმაკის ფიგურა, როგორც თავარი მომლაპარაკებელი, განმარტოვდნენ იქაც ილაპარაკეს ცალკე, შემდეგ ამ უმეროვმა დაურეკა ზელენსკის, დღეს ზელენსკის შეხვდება უმეროვი პარიზში, ხვალ ვიტკოფ შეხვდება პუტინი მოსკოვში, ძალიან ინტენსიური არის მართალი ხარ გურამ, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ტრამპის დაპირება ძალიან გაიწელა მომრჩევლებისადმი, რომ ის მალე დაამთავრებდა უკრაინის მომს, მას თავისი დღის წესრიგი წინ წაწევისთვის ჭირდება ეს უწინარესად როგორც შიდა ამბებში ამერიკაში, ასევე საგარეო ფლანგზე. მით უმეტეს ხედავთ როგორ იძაბება სიტუაცია ვენესუელასთან დაკავშირებით და მას სურს რომ იქ გაანეიტრალოს იქაური მართლობა. უკრაინის თემა ახლა ინტენსიური გახდება და აქ უკვე ულტიმატუმებმა საკმაოდ ხისტი ფორმა მიიღო იქან იმასთან დაკავშირებით, რომ გარდა იმისა, რომ ეს ნაბუ, სადაც FBI-ის კონსულტანტები არიან და ვიცით რაც ხდება იქა, ტრამპის ხისტი ულტიმატუმი იყო, არ შეხვდება ზელენსკის მანამ სანამ არ მოილაპარაკებს პუტინთან, ერთი და მეორე არ იქნება ამერიკიდან უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, მანამ სანამ არ მოაწერს ხელს კიევი მოსკოვთან შეთანხმებას. უსაფრთხოების გარანტია კი არის უწინარესად სატელიტური დაზვერვა, მაგის გარეშე რაკეტას ვერ ისვრიან საცეცხლე წერტილები, სადაც არის რუსული ოკუპაციური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ხისტი პოლიტიკა, როდესაც ტრამპი ცდილობს რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიყოლიოს ზელენსკი, კიდე ჩანს იმაში რომ თუნდაც ტრამპის მოწინააღმდეგე თუ მისი მხარდამჭერი მედია წერს რომ ამ უკრაინის თემაში რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს არის ეგრეთ წოდებული კომერციული სარგებელი რა ეგრეთ წოდებული პირდაპირ კომერციული სარგებელი ამერიკისთვის, ამერიკული კომპანიებისთვის და კიდევ უფრო ცინიზმი იყო ის, რომ გუშინ თუ გუშინ წინ პუტინის მრჩეველს ინვესტიციის საკითხებში კირილ დმიტრიევს ამერიკის სავაჭრო პალატა მისცა სიგელი თუ სერტიფიკატი თუ ჯილდო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში და შემდეგ უკვე ირკვევა, რომ ეს დმიტრიევი დადიოდა ვიტკოფის იგივე მაიამის ასე თქვათ გოლფ კლუბში, იქ იყო კუშნერის, ანუ სიძისთან და ტრამპის სიძისთან დასწრებით მოლაპარაკებები ინვესტიციებზე პოსტკონფლიქტურ უკრაინაში და ასე შემდეგ და რასაც ხედავთ ახლა თავდაპირველი გეგმა ხო იყო 28 პუნქტიანი, რომელიც საერთოდ არ გააცნეს ევროკავშირის პარტნიორებს, ხო, როგორი ცინიზმიც არ უნდა იყოს და დამცირება, გარდა იმისა, რომ გავიგეთ, რომ რუბიო არაფრად არ აგდებს, კაია კალას არ ხვდება, ისიც კი გამოქვეყნდა, რომ თურმე კანცლერმა მერცმა 28 პუნქტიან შესახებ გაზეთიდან გაიგო დილით, როდესაც საუძმეზე იყო. ეს არა, ეს არაფრად ჩაგდება. პარტნიორებს არ ეკითხება. ამას აქვს ძალიან დიდი შესავალი და მიზეზი. ანუ ვითარება არის ესეთი. 2022 წლის თებერვალში დაიწყო ომი. 2024 წლის შემოდგომაზე ტრამპი აირჩიეს მეორე ვადით პრეზიდენტად. და მისი უფლებამოსილება შევიდა 25-ის იანვარში. პრაქტიკულად ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ მას თავის წვლილი შეტანილი აქვს მისი პირველი პრეზიდენტობისას, მან
კაფიოდ განაცხადა. 3 რამ, რომ ეს არ არის მისი ომი. ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო და 20-ში მიაჩნია რომ მას წაართვეს პრეზიდენტობა, ეს ომი არ მოხდებოდა და ის რომ 3 წელია ომი მიდის და რასაც პირდებიან უკრაინას, ამის არანაირი კონტური არ ჩანს. რუსეთს აქვს, როგორი ნელიც არ უნდა იყოს არის შეტევა. მთელი რიგი ექსპერტები იძახიან, რომ ეს შეიძლება იყოს მეორე სტრატეგიით ომი, არა ბლიცკრიგით, არამედ დაქანცვითი ბრძოლა. და მისი მიზანი არის რომ კი ბატონო გაიწელოს ერთ ადგილას ესე ვთქვათ ისრიალოს აი ამ პროცესმა თავარი საბოლოო ჯამში გატყდება მთლიანად უკრაინული სახელმწიფოს ნება ეს სტრატეგიები ხა ჩვენთან არ ესმის ალე კველისაშვილს მაგრამ იმათ ვისაც საჭიროა მანიცის და იმ დაპირისპირების იმ მასშტაბით რა იერარქიასაც აწვდიან, რა რაოდენობითაც აწვდიან, როგორც აწვდიან, რა ფორმითაც და კორუფციის იმ მასშტაბით შეუძლებელია მოხდეს გარდატეხა და უკრაინამ რაღაც უკეთესი გააკეთოს. მან შეაწყვიტა ჯარი, მან მოაწყო კურსკის ავანტიურა, ეს ყველაფერი არ მუშაობს. 3 წელი იმისათვის რომ პასუხი გაეცეს რაღაც პროცესს, არის აბსოლუტურად საკმარისი. ეს მხოლოდ ქართულ აკაცუქთა დაჯგუფება არის, რომელიც იძახის ლოზუნგს ბოლომდე. არიციან სად არის ბოლო, არიციან ის რამდენი ხანი დაჭირდება, მაგრამ ჩვენ აქ ვიდგებით. ნუ აი ალე კველისაშვილს ამოეწურა ნერვები და ბოლოს გადაწყვიტა წასულიყო ტერორისტულ აქტზე. ეხლა ხედავთ ეს რა ბოლო მოხდება, ხო? იგივეა ამ ყველაფერს, მაგრამ ამერიკას როგორც პრაგმატულ რაციონალურ ქვეყანას ამის ფუფუნება არ აქვს. აქედან გამომდინარე მოხდა ვერ შეთანხმება ევროპა დაისვა კითხვები ევროპამ მას პასუხი არ გასცა როგორ ანერეთ ბოლოს მივიდნენ რომ არა შენ ნატოდან არ გახვიდე უშენოდ არაფერი არ გამოვა კი ჩვენ გვინდა მშვიდობა უღონდა აბასადარი გარანტიები რა გარანტიები თქვენ არაფერი არ გაგაჩნიათ არ ითქმის უბრალოდ ეს ფრაზა მაგრამ მთელი დაპირისპირება გაჟღენთილი არის ერთი მთავარი შინაარსი თქვენ ომი წააგეთ ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრის რანგში ცდელობა რომ არა თქვენ გაქვთ შანსი მოგების და ჩაშალეთ სტამბული და ჩვენ გაძლევთ იარაღს კი ხა არსებობს ხო ზელენსკი აძლევს ჟურნალისტებს ამ ინტერვიუს სადაც ამას იძახის რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც იძახიან რომ შანსი გვაქვს და უნდა ვიომოთ თორე შეჭრის დღიდანვე და წავიდა შეწყვეტაზე ლაპარაკი ეს ხალხი პასუხისგებლობას არ იღებს და შეუძლებელია რომ ევროპამ თვითონ დაიტოვა თავი თამაშ გარე და ერთ-ერთი ის რასაც ცდილობს ეს არის დივერსიული აქტები გაჟონოს პრესაში ინფორმაცია საქართველოში არ შეწყვიტოს თავის დივერსიული საქმიანობა და BBC იქნება თუ რაღაცა სხვა იქნება მაინც შეეცადოს რომ ბოლოს ალე კველისაშვილობა მივიღოთ არ შეწყვიტოს სხვაგან სხვა ფრონტზე რაღაცა დაპირისპირება მაქსიმალურად სანამ აქვს რესურსი მოახდინოს კომპრომაიზ როგორ არის ქართულად კომპრომეტირება კი აი ამ მთელი ამ პროცესს მაგრამ ეს აღარ გამოდის იმიტომ რომ ამერიკას ამის დრო აღარ აქვს და ჩვენ ხედავთ პირდაპირ იმ განცხადებებს ხო და ჩვენ ხედავთ ამოქმედებულ ინსტრუმენტებს ხო ნაბუს სხვა არაფერი არ იყო ერმაკის მოხსნა სხვა არაფერი არ იყო და მთელი ეს ზეწოლა სხვა არაფერი არ არის ეს არის როგორც ერახში დაარქვეს კამპანიას იძულება მშვიდობისათვის, აი ჩვენ ახლა ხედავთ ზუსტად იგივე პროცესს. და რუსები, რუსული მხარე, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ასეთი ტიპის ომების წარმოებისას, მსხვერპლის გაღებისას და მათ შორის ამ დიპლომატიისას და აღმოჩნდა რომ მოსკოვმა ამ მხრივ კიევს მოუგო, ის კარგად თამაშობს ამ ტრამპის ტალღაზე. ის აყენებს გარკვეულ პირობებს, ის იძახის რომ მე მზად ვარ მოვაწერო. ყველა ცდილობს თქვას რომ არ შეიძლება პუტინის ნდობა, მას უნდა ეხა შესვენება და მე ისევ შეუტევს, მე ეს ომი გაგრძელდება, მაგრამ ის როგორც ჩანს არ წმენებს ტრამპის წარმომადგენლებს რომ არა. დადეთ ფურცელი, ჩვენ მოვაწერთ ხელს და ეხა ამასანამ არ დაუდებ ამ ფურცელს. მანამდე შენ ვერ გაიგებ ის ჩაშლის თუ არ ჩაშლის. ხო პირობები და იმ ფურცელზე რაც ეწერება იმას თუ შეასრულებს, ეგეც საკითხავია კიდე, ხო, მაგრამ მთავარი აქ ის არის რომ ჩახსნილი არის ევროპა ბოლო პროექტი ბოლო გეგმა რომელიც ახლა ვიტკოფს ჩააქვს მოსკოვში საერთოდ გასაიდუმლოებული და არ არის გაზიარებული ევროპელ მოკავშირეებთან ესეც კიდე მიმანიშნებელია და ის ჩანაწერები ხო ვიტკოფი და უშაკოვის იქ ხო იყო თვითონ ბრიტანელებმაც კი გაანალიზებს რომ ვის შეუძლია უცხო ქვეყნებს შორის WhatsApp-ის აპლიკაციის მოსმენა ეს არის რამდენიმე ქვეყანა არის სოფლიოში ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ისრაელი, გერმანია, ბრიტანეთი ვის საწყობდა ამ დანაშაულის ჩადენა ხო ანუ ისრები უფრო ბრიტანეთისკენ ან გერმანიისკენ იხლება რომ ერთგვარი სამაგიერო გადაუხადეს აი როგორც ახსენე რაც ხო ბევრი ფაზაა ერთი არის ამის მოსმენა მეორე არის ამის ჩაწერა შენახვა და მე საჭირო მომენტში გამოქვეყნებული ხო ნედლი მასალა ხო
ძალიან სკანდალური, ხმები. ძალიან სკანდალური ესე შეფასდა, რომელიც იმ წუთშივე უარყო ტრამპმა, რომ ტრამპმა გააკეთა მარტივი კომენტარი. მე არ მესმის რა არის აქ სკანდალი. აბა რა უნდა ექნა ვითქობს. ანუ ისე ვიძახი, ამაში ჩანს მთავარი შეთანხმება, რომ ჩვენ მე და თქვენ თან ხმდებით, რომ ჩვენ უნდა მივახციოთ მშვიდობა. ეს არის არსებითი შეთანხმება. ის კი არა რომ ჩვენ გვაქვს რაიმე საერთო რომ მშვიდობას მივახციოთ. ესე არის მის კითხვა, არა. მშვიდობა გადაწყვეტილი. ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ ფორმა, ისეთი ტექსტი იქნება, ურთიერთობა იქნება, გავლენის გაყოფა იქნება, თანამშრომლობა იქნება, თუ სხვა რამ, რაც შესაძლებელს გახდის ამის ტექსტურ გაფორმებას. და ბუნებრივია ამ პროცესში ჩართული არიან ადამიანები, რომლებიც პოზიტიურად არიან განწყობილი და ხელს უწყობენ პროცესს. მათ შორის დიპლომატიური ძალისხმევითაც, რომ როგორ ჯობია ადამიანებმა ურთიერთობან, როგორ გახდეს მხარეები უფრო დამყოლი. აბა შუამავალი რატო არსებობს? აბა ელჩი რატო არსებობს? ამათ გონიათ რომ ელჩი არის პეტერ ფიშერი, რომელიც ცდილობს რომ პოლიტიკური დემარშებით გამოვიდეს. დემარშებით გამოვიდეს და თავის რეზიდენტ სახელმწიფოს დაუპირისპირდეს. ეს საოცრებაა. ის არის დიპლომატი პირველ რიგში. დიპლომატია ნიშნავს სწორედ იმას, რომ ძალიან რთული პოზიციების შორის გამონახო გაშალაშინება და დაახლოება, ისეთი პოზიცია, ისეთი მდგომარეობა, რომ ის დაახლოვდა გახადო მისაღები, ხო? და ეს არის მთელი მოსამზადებელი პროცესი. და ტრამპმა ამას წერტილი დაუსვა თქო, რომ ზუსტად ეგ არის ვითკოფის ფუნქცია, რომ მოახერხოს დილმეიკერი, ხო, ეს არისო და არაფერი არ არის ამაში დასაძრახიო და მყისიერად ჩაცხრა ეს ის, რა ქვია, რომ გადადგეს კი არ ჩამოაშორეთ მოლაპარაკებას, მაგრამ ახლა რაც დაიწყო ტრამპის თანაგუნდელებმა კონგრესიდან ინტენსიურად მისმა მხარდამჭერმა მედიამ, აგერ ვაჟმაც დონალდ ტრამპ უმცროსმა ძალიან დიდი გამათრახება დაიწყეს უკრაინის კორუმპირებული ელიტების, რომ სად მიდის ფული, ეს არის, რომ გასაგებია, რომ გადაკეტილია საფინანსო წყაროები ამერიკიდან, მაგრამ ეს როგორც ვხედავ და არა მარტო მე ვხედავ, ამერიკაშიც ვხედავ, ეს იქითკენ ხო არ მიმართული, რომ საერთოდ აეკრძალოს უკრაინას ამერიკული იარაღის მიყიდვა, არა ასე თქვათ ინგლისის ან ბრიტანეთის ან საფრანგეთის ევროკავშირის საერთოდ აეკრძალოს, აი საკმაოდ გამწვავებული, გამძვინვარებული კამპანია და გარკვეულწილად აი ყველა ბერკეტი არის ამუშავებული, რომ ეს კონფლიქტი მივიდეს და ის არ დაგვაუწყდეს გურამ, რომ ამ ტრამპის ამბიციებსაც ერთ-ერთი რაღაც მომენტიც არის იქ, რომ რატომ უნდა წელსვე დამთავრება, კალენდარულად, ხო, რომ წელსვე დაამთავროს წოდებული მშვიდობის ყოფილი, რომ მომავალი წლის ნობელის პრემიისთვის ეგება იქ მისცენ 2026-ში, თორე თუ 26-ში დაამთავრა, მაშინ ავტომატურად ეს 27-ში გადადის. ეს არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ ტრამპის ხასიათიდან გამომდინარე საკმაოდ გასათვალისწინებელია, რომ მას ეს ამბიცია აქვს, რომ ეს მე მშვიდო მეცხრე ომი დავამთავრე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმდენად ეს ნობელი ინსტრუმენტალიზებულია ჩემი აზრით და ეს წარმოადგენს იმ დიდი მისი პირადი ეგოს დასაკმაყოფილებლად. ესეც იძახიან, მაგრამ მე ცოტა ამას სკეპტიკურად უყურებ ამ ნაწილს. მე მგონია მაინც რომ ეს არის იმ დიდი სტრატეგიის ნაწილი, რომ მან პრაქტიკულად აიძულოს ევროპა, როგორც უკრაინას აიძულებს ხელის მოწერაზე, ის აიძულებს რომ მიაცემინოს ნობელი. იმიტომ რომ მან ნახა რაშია ნობელი გაცემული გიგი და ობამას დროს, ხო, ანუ პრაქტიკულად არაფერში. და ის ხვდება, რომ აქ არსებობს ღირებულებითი ერთობა. მას სურს აი ამ წესრიგის, აი კონტექსტის დანგრევა, რაზეც არის ეს არქიტექტურა, რომელიც ბოლოს წარმოშვა ის პროცესი, რაც ჩვენ თავში ილაპარაკე, ის რაღაცა რადიკალური იქაური გაგებით მემარცხენეობის აღზევება და სრულიად ისეთი სიგიჟეების აბსოლუტურად გაჩენა მსოფლიოში, რამაც სრულიად გააუცხოა და ღირებულებებისგან დაცალა დასავლური სამყარო. აი ამ მომენტში ის ჩემი აზრით სწორედ სტრატეგიულად მოქმედებს და ეს რა თქმა უნდა ძალიან უხეშია. და ეს რა თქმა უნდა მიუჩვეველია და შეუგუებელია და ეს იწვევს ძალიან სერიოზულ დისონანსს და საერთოდ როცა ადამიანი ესეთ სრულიად შებრუნებულ ვითარებას ეხება, მისი პირველი რეაქცია არის უარყოფა. თავის თავში ჩაკეტვა, უარყოფა და შემდეგ ხდება ის გამოგონილი სამყაროს აგება, სადაც ის თავს ბევრად უფრო მიჩვეულად და კომფორტულად გრძნობს. ანუ ჩვენ რეალურად უკვე ეს ომი კოგნიტიურ, ფსიქოლოგიურ დონეზე მძვინვარებს და ჩვენ ამის გამოხატულებას ვხედავთ. ხო, ადამიანები უბრალოდ უარყოფენ ყველანაირ რეალობას და შემდეგ ჩვენ ხედავთ რა თქმა უნდა იმ მანიპულაციასაც, როგორ რითიც ხდება ამ მოწყვლადი ადამიანების შემდეგ პოლიტიკურ დღის წესრიგში
გამოყენება. შენ რას ფიქრობ, აი ამ შრეზე, რომელიც არის ალბათ ყველაზე უფრო მტკივნეული იმ გაგებით, რომ ჩვენ ხედავთ რეალური ადამიანების თვითლიკვიდაციის პროცესს. ეს არ არის სახუმარო რამ, ჩვენ ხედავთ ადამიანების რაღაცა თვითვიქტიმიზაციას, რომლებიც ზიანს აყურებენ აყენებენ საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს, საზოგადოებას მთლიანად, ყველაფერს. იმიტომ რომ უბრალოდ ტვინი აქვს დარეული. ხო, აქ რთულია სამედიცინო ფსიქოლოგიური კუთხით, ფსიქიატრიული კუთხით შეხედო ამ ყველაფერს, მაგრამ ის რომ როდესაც კუთხეშია მომწყდეული სასწარკვეთილია იცის რა მომავალი ცელის მიდიან ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე მით უმეტეს წაქეზებულნი არიან ცრუთ როგორც უკრაინის ხელისუფლება ცრუთ წაქეზებული რომ მოუგებდა რუსეთს ასევე არიან ნაცრადიკალები ცრუთ წაქეზებული ევროკრატების მიერ რომ აი ეს ბოლომდე ეს ჯღნავილი და იმ BBC-ს კიდე სამარცხვინო რეპორტაჟში წერია რომ მასობრივი პროტესტი დღემდე გრძელდებაო ნუ ეს რა მასობრივი პროტესტია ლაპარაკი ნუ ახლა კიდე ეგ სხვა დიდი ტყუილები არის ეს ფაქტია რომ თავადაც აქ-აიქ ვისაც გონება ოდნავაა გახსნილი რადიკალურ ოპოზიციაში უკვე დაიწყეს ამის აღიარება რომ პროტესტი მოგვტა, პროცესები ჩვენ თვითონ ჩავკალით და ამ შემდეგ რაღაცა რესტარტი, რებუთი, რა ტერმინებიც არ უნდა გამოიყენონ, განახლება და ისა, მაგრამ ფაქტია რომ აი ეს საათი წიკწიკებს, რასაც ქვია საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი რამდენიმე თვეში, გუშინაც დღესაც ასე თქვათ აწიწიდნენ ეს ბოკუჩავები და კოლექტიური ნაცსექტანტები რომ სასამართლო ზეპირად უნდა განიხილოს, არ მიიღოს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ახლოვდება ის პერიოდი, როდესაც თუ მანამდე ზოგიერთმა მართლა ელისაშვილიცავით ასე თქვა მეგათვით დაზიანება არ მიეყინეს, როდესაც ეს სამი პარტია აიგრძალება და უკვე მომავალი წლიდან შემოდგომიდან თუ არა ერთ წელიწადში უკვე უნდა დაიწყოს რეალური გადალაგება პოლიტიკურ ველზე, გულისხმობ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე, რომ მოემზადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც გარდაუვალი არის, რაც არ უნდა ამ გაჟონვაზე, გამოჟონვაზე და მარტაკოსები და ცაჰკნები და ასე შემდეგ აყიყინონ, არ აქვს მნიშვნელობა, ხო ხედავენ თვითონაც, რომ არანაირი იმპექტი, შედეგი არ აქვს ქართულ საზოგადოებაზე, რაც უფრო მეტ სისულელეს და სიბრიყვეს ილაპარაკებენ, კონტრპროდუქტიულია მათთვის. ეხლა ბოლომდე იყვირონ, ეხლა 28 ნოემბერს ითვალონ რამდენი გამოვიდა სად არის ის პროტესტი, სად არის ის სოლიდარობა, სად არის ეს რეალური თანადგომა და ერთობა, არსად არ არის. უბრალოდ ეხა დაბნეულები არიან, ვინ რას ამობს, თან პარალელურ რეჟიმში მიდის, ერთმანეთს თავს ესხმიან აუცილებლად, არ ბრალებენ იმასთან კავშირს, იმასთან ასე თქვათ ალიანს, სუსი იქნება, ბიძინა ივანიშვილი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რეალობა ის არის, რომ მოახლოვდა მათი პოლიტიკური დასასრულის ჟამი, ეს სწრაფად არ მოხდება კალენდარულად, მაგრამ მოახლოვდა რამდენიმე თვეში და ამიტომ ვისაც პოლიტიკური ალღო აქვს და ასე თქვათ იცის, რომ წინ უნდა გაიხედოს, რომ წინ წაიწიოს, წინ წაიწევა, მაგრამ დიდი მნიშვნელოვანი სეგმენტი ამ ოპოზიციაში დაიკარგება, ჩაიკარგება, ვიმეორებ, შეიძლება კიდევ უფრო თვითდაზიანება მიიყენონ რაღაცა პატაჟური და ეს სიგიჟე, ასე თქვათ, წარმოდგენების დადგმით, მაგრამ ის რომ ქართველი ხალხს შვიდად ყოფნის საშუალება ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ გარკვეულწილად შვება იქნება არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ ბევრისთვის, როდესაც ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხი გადაწყდება უკრაინაში ომის დასრულება. ეს მიდის იქითკენ, ამაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს თეთრი სახლი, ამ კვირაში იქნება საკმაოდ საინტერესო განცხადებები, განსაკუთრებით ხვალ ვიტკოფი და პუტინი კრემლში რა იქნება, შემდეგ უკან დაბრუნება, შემდეგ ტრამპის, შემდეგ ზელენსკი და ასე შემდეგ. ეხლა ზელენსკი პარიზში რო ჩავიდა და იქ ეხვევიან და ასე თქვათ აგულიანებენ მაკრონი და სხვები უკვე აღარაფერს აღარ ნიშნავს, თავადაც თვითონაც ხდება და ის კამპანია, რასაც ვხედავთ, რაც გააკეთა ნაბუმ და მას მარჯვენა ხელი მოაცალა ამ ერმაკის საშუალებით არ დასრულდება მანამ ეს ერთ-ერთი ზეწოლის საშუალება სანამ მართლა არ დაჯდება პუტინთან და ხელს არ მოაწერს. იქნება ეს ბუდაპეშტი, როგორც თქვათ ორბანმა ისურვა ამას წინათ მოსკოვში ყოფნისას,
თუ იქნება ეს სტამბული, როგორც ასევე რამდენიმე დღით ადრე ერდოღანისა და პუტინის საუბრიდან გახდა ცნობილი, რომ არის ორი ქალაქი, რომელიც ელოდება, მაგრამ არავინ იცის. შეიძლება საერთოდ იყოს ეს ერ-რიადი, ან დუბაი, ან აბუ-დაბი. ესეც არავინ არ იცის, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან. ამაზე უკვე, როგორც თქვი, ხა მეოთხე სუნთქვა გაიხსნა თუ საბოლოო სუნთქვა თუ რაღაცა. სუნთქვა არ გაიხსნა, უბრალოდ კიდევ ერთ უფრო მეტი პროცესში შევიდა. მეტი მისთი, ასე ვთქვათ, აქტივობით შეუტია ამ პროცესს, რომ make a deal, გავაკეთოთ გარიგება, ხო? გარიგება ძალიან ცუდად ჟღერს ისევე როგორც ინგლისურად, მაგრამ რა ვქნათ? უფრო ადრე რომ მომხდარიყო ეს არაერთმა საღად მოაზროვნე პოლიტიკურმა აქტორმა თქვა უფრო ადრე რომ მომხდარიყო უფრო სასარგებლო იქნებოდა უკრაინისთვის რაც უფრო დრო გადის უფრო მეტად ჩამოეცლება წამოეთლება იმას აღიარებენ ამერიკა თუ სხვები ყირიმს და ასე შემდეგ ალექსი ასე შეიძლება რთული ვითარება უკრაინის მხარეს მაგრამ დრო მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს უკრაინელი ხალხი. ჩვენ წლების მანძილზე ვისმედით დოქტრინას იმის შესახებ, რომ რუსეთს უნდა ელაპარაკოთ ძალის პოზიციიდან, ხდებოდა სხვა ქვეყნების ამითი შეგულიანება, დაც ბუნაგში უჩიჩხინეს ფუკუიამას სახელობის ჯოხი და დღეს მივიღეთ სწორედ ეს შედეგი და ეს პროცესი ეხლა რაღაცნაირად როგორც რუსები იტყვიან, ვის ფაფა მოხარშა, მერე იმანვე გაფხიკოს ქვაბი. დღევანდელი გადაცემა დღეს დასრულებულია, ეთერში დავბრუნდებით ხუთშაბათს. მადლობა. მადლობა.